რიოს კარნავალზე მოხვედრა ჩემი ბრაზილიაში მოგზაურობის მთავარი მიზანი იყო. თინეიჯერობიდან მოყოლებული ამ კარნავალის საკუთარი თვალით ნახვა ისევე როგორც ალბათ ბევრისთვის ჩემი ოცნებაც იყო. წინა დღეებში მომხდარი ქურდობის ინციდენტის მიუხედავად, რომელზეც წინა ვიდეოში მოგიყევით. გადავწყვიტე გამაგრძელებინა ჩემი დღიურიდან ბრაზილიური სურვილების ასრულება და ამ ნეგატიური გამოცდილებისთვის არ მიმეცა უფლება მთელი მოგზაურობა ჩაეშხამებინა. თუმცა მორიგი დღეც პატარა უსიამოვნებით დაიწყო. Hello from Copacabana, baby! This is Brazil! Olá, Xi, Belisha! ეხლა გავიღვიძეთ და ხალხო წყალი არ არის. ეხლა 4 კაცი ვართ აგერ ოთახში და პირს ვერ ვიბანთ, კილებს ვერ ვიხეხავთ, ტუალეტს ვერ ვრეცხავთ ბოდიში, მაგრამ რა გავაკეთოთ? ჩვენთან წყლის პრობლემა არ არის. წყირო მოაშორო, მაგის პრობლემაა ჩვენ ისეთი საქმე This is what happens when you're with boys. წყირო მოაშორო და მაგის პრობლემა გქონდა. Like jokes. ამზე ქვეყანაში რომ ნამყოფი მართლა არ ვიცი. თელეფონი სოფლიო შემოვიდა. ესეთი პრობლემა მე არ მინახავს, რომ სასტუმროში წყალი არ არის. ვართ ახლა ესე რა. ცოტა ხანში შევამჩნიათ, რომ პერიოდულად ონკანიდან წყალი მოდიოდა. ხოდა ნიკამ და ალექსანდრამ ცოტა უცნაური გზებით სცადეს ბოთლების ავსება. ავტომატიზაცია მინდა რომ ჩაგანოვოს აღარ მოდის. ნახე ესე დავამაგრე, რომ წყალი ჩასხმულიყო. და ეს დაცულდა და ჩაისხა მთელი წყალი უკან რაც ავსე. ესე წვალობთ, კინაც წყალი არ არის. დავლევა პარაგრამი მოაქვს. ნახე რა. ეს მინდა იმისთვის რომ მე აქ ჩავასხა და მე ჩავრეცხო პარკში. ამიტომ ნებისმიერი წყალი მნიშვნელოვანია. ნიშველეთ. Wow! Smartest man. ნახოთ როგორ მუშაობს ჩვენი სისტემაში. არა ხანდა. უხსენე. Opa! Teamwork makes the dream work. Yes, we did. Dirty hands. რადგან წყალი კიდევ დიდხანს არ მოვიდა და საუზმისთვისაც უკვე გვიანდებოდა, გადავწყვიტეთ მაღაზიაში წყლები გვეყიდა და ერთმანეთს დავხმარებოდით მოწესრიგებაში. რის შემდეგაც სასაუზმოდ გავედით კაფეში ერთ-ერთი პოპულარული ბრაზილიური დესერტის საჭმელად. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ბრაზილიაში, რა თქმა უნდა მივიდივარ პირდაპირ ასაი ბოლის საჭმელად, რომელიც ჩემს bucket list-ში ერთ-ერთი ტოპი იყო. სხვათა შორის, ასაი ბოლები მაქვს ნაჭამი სულ აზიაში და ეხლა ბრაზილიაში ჩამოვედი ასაის სამშობლოში და რა თქმა უნდა, რომ პირველი მაგას ჩავატკბარუნებ. რა თქმა უნდა მე აქ მარტო არ წამოვსულვარ. წამოვიყვანე ჩემი სამი დაცვა, ალექსანდრე, ჩემი პარტნიორი ნიკა კაკოიშვილი და ჩემი ძმა ლუკრინე. ნიკას და ჩემგან განსხვავებით, არც ალექსანდრეს და არც ლუკას არასოდეს გავსინჯავთ ასაი და დღეს ჩემი ძალდატანებით, მიხოთ იმისა, რომ დიდად არ საინტერესებთ რა არის ეს ასაი, მე მათ აუცილებლად დავაძალებ და გავასინჯებ როგორც ნამდვილი უფროსი და, ხო? ანუ უფროს და ევალება რომ პატარა ძმებს გაასინჯოს რაღაცეები, ხო? ხო? Careful with what you say, okay? It might Bro, shut the fuck up. ასაი პატარა მეწამული ფერისკენ კრა, რომელიც ამაზონის ჯუნგლებში იზრდება. შესაბამისად, მას ბრაზილიელები ბევრი სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. მაგალითად, როგორც სმუდი, ნაყინი ან საუზმის ბოული გრანოლასთან ერთად. ასაი ბოლი გინდა? კი, მინდა. შენ შემეძლე შემოსიყვარულო. ეს ურჩი ძმა არის და არ დამიჯერა და არ იღებს ასაი ბოლს და რა უყო? იცი რა არის მაგას არის რისკან არის ვაფშე? ჩემი რო გასინჯო ჯერ. მაგას ფიქრობ ხო რომ შენი გაგისინჯო და რა არის ვაფშე არ ვიცი და ყველა შევუკეთავ. Did you choose your order? No, and I don't think I will. ტკბილი არ მინდა არაფერი ახლა. Boring. შენსაც გავსინჯო. ესე არის დაძმობა. იძახიან არ მინდაო, მე შენ აიღებ, ნახევარზე მე შეგიჭამენ, თან ესენი ბიჭები არიან და არიციან წომა ზონა წომა და მე რა ზონა ხუთი ზონაში. ზომა წონა, ამოგითხვლიპავენ მთელ ჭიქას და მე შერჩები უჭველი. ეხლა თან ვზივართ ველოდებით ასაის და განვიხილავთ ბრაზილიის კარნავალზე, საწავიდეთ, როგორ წავიდეთ, რა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ზუსტად დღეს დაიწყო ბრაზილიაში კარნავალის კვირეული. უფრო მეტად მჟავე გემოსთვის მე შევუკვეთე უშაქრო ასაი, სახლური გრანოლათით, ხილით და ხილით. და თავამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი გემრიელი ასაი არსად გამისინჯავს. რასაც ვერ ვიტყვით ჩემ ძმაზე, რომელსაც ეს ბრაზილიური დესერტი საშინლად არ მოეწონა.
ელაპარაკე ხა ნახე, ასე ისაჭმელად მოვიყვანე და რა აიღო. This is taste. ისეთი გემრიელია, რომ ყოველ დღე შევჭამ. ჩავაცარიალე უკვე თითქმის. ზედმეტად მესი საჭმელი ყოფილა ეს ასაი და თან ამ კაფეში ხელის დასაბანი არ აქვს და ესეთი პატარა პრესახოცუშკები მოგცეს და წყალი სადაც რო ჩადებ გადიდდება და გაიწმინავ ხელებს. ამას ვიღებთ. ერთი ტაბლეტია სულ. და ეგრე დაველოდებით 5 წუთი და გაიშლება ფიში. ოუ, რა გაიშალა. კარგია რა. ყველა გამოგონებას მივესალმები. უგემრიელესი საუზმის შემდეგ ფოტოების გადასაღებად წავედით რიოს ცნობილ სელარონის კიბეებზე, რომელიც ჩემ ბაქეტ-ლისტს მას შემდეგ დაემატა, რაც პირველად ნახე Snoop Dogg-ის კლიპში. ამ ადგილზე ფოტოსესიით ჩემი კიდევ ერთი ოცნება ავისრულე. რის შემდეგაც უკვე დავიწყეთ მზადება დღის მთავარი სანახაობისთვის. დღეს მივდივარ სამბადრომზე ადგილზე, სადაც ტარდება ხოლმე ყველაზე ცნობილი, გრანდიოზული და მსოფლიოში უნიკალური სამბას კარნავალი. ხოდა დღეს მივდივართ მანდ და ეხლა მთელი დღე უნდა მოვემზადოთ, რაღაცები ვიყიდოთ, აგერ ჩემი ლუქით უკვე ჭყიალები დავიწეპე სახეზე და უკვე ვარ გამზადებული იმისთვის, რომ საკარნავალოდ გავემზადო. ჩემმა ძმამაც გაიკეთა ესეთი აქსესუარების სახეზე, იმიტომ რომ ყველას ეგეთები უკეთია. აგერ ჩემმა შეყვარებულმა გაიკეთა ესეთი წვერების აქსესუარები, ნაცნავები და რაღაცა მთელი ამბები, შარმები და არის ინსპექტორი რიო დე ჟანეიროსი და რაც შეეხება ალექსანდრეს, ის ნამდვილი კამერამენის აუთფიტზე არის. ეს არის ალექსანდრეს აუთფიტი. მართლა, რიოში ეს არის ხოლმე ბიჭების აუთფიტი რა. ესეთი ტლიკანები დარბიან და რამე ჭყიალები უსვია, თან მანიკურები უსვია, თან გლითერები სახეზე, თან რაღაც ეგეთი მოკლედ. This cameraman is crazy, bro. მოკლედ, წავედით რიოს კარნავალისთვის უნდა მოვემზადოთ. დღეს ღამე 10 საათზე დაიწყება. გენიალური შოუ. იქიდან გამომდინარე, რომ რიოს კარნავალი არის ყველაზე ფერადი წარმოდგენა, გადავწყვიტე მეც შემემატა ჩემ ჩაცმულობაში განსხვავებული შტრიხები. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩემი კომფორტისგან ძალიან შორს არის, მინდა და თავი კარნავალის ნაწილად მეგრძნო. სწორედ ამიტომ ამ განსაკუთრებული საღამოსთვის საკარნავალო მაღაზიაში რამდენიმე აქსესუარი შევარჩიე. ძალიან ცოტა გადავიღალეთ და მოგშვევდა და ამიტომ მოვედით ლოკაციაზე, რომელიც არის ყველაზე პოპულარული ბრაზილიური რესტორანი კოპაკაბანაზე და ძალიან დიდი რიგი არის დაახლოებით 9 საათია უკვე რიგში ვდგავართ და ყველა აი დასიცხულები და უკვე ქაღიზიანებულები და ძალიან მშივრები და აი ესე ვართ. ნახე რა ისტორია მონობის დროს ეს საჭმელები იყო ამათი გადამრჩენელი. მოკლედ რო ვთქვა. მე შევუკვეთა ბრაზილიური კერძი კრევეტებით, რომელიც საკმაოდ გემრიელი იყო, მაგრამ ამდელოდინად ნამდვილად არ ღირდა. დადგა წუთი და წამი. როგორც იქნა, მივდივარ საოცნებო რიოს კარნავალში. სამბადრომზე მოსახვედრად ბილეთების ყიდვაა საჭირო, რომლის ფასიც $300-დან $2000-მდე მერყეობს. და თუ გინდა რომ კარგი ადგილები შეგხვდეს, 6 თვით ადრე მაინც უნდა დაჯავშნო. მე ბილეთების ყიდვა დავაგვიანებ. შესაბამისად არც ისე ახლოს ვიყავი სცენასთან. თუმცა ამას არ შეუშლია ჩემთვის ხედი, რომ საუკეთესო დრო გამეტარებინა და ეს დღე სამუდამოდ დარჩენილიყო განსაკუთრებულ მოგონებად ჩემს დღიურში. ეხლა გავიარე ყველანაირი შემოწმება და შემოვედი რიოს კარნავალზე. ყველაზე არ ვარ ისეთი ბედნიერი ვარ. 7 საათზე იხსნებოდა გეითი, ეხლა არის 9 საათი და რეალურად უკვე კარნავალი დაწყებული უნდა იყოს რა, მაგრამ როგორც აქ ლოკალებთან ვიკითხე, 1-2-3 საათი შეიძლება საერთოდ არ დაიწყოსო, ანუ ფაქტობრივად 3 საათი უბრალოდ ტყუილა უნდა ვიდგეთ და რა უნდა ვაკეთო ამდენი ხნის მანძილზე წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ აი ისეთი ბედნიერი ვარ, წარმოიდგინეთ რომ 16 წლიდან ვოცნებო იმ დღეზე, როდის დავესწრები და ლაივში ვნახავ ამ საოცარ შოუებს. სამბას, ცეკვას, სიფერადის ყველაფერს მოკლედ რაც აქ ხდება და ერთი სული მაქვს რა იქნება და როგორ იქნება და მოკლედ ახლა ჩემი შეყვარებული ცდილობს რომ ჩემი ბილეთით შემოვიდე. ტიპი შემოიპარა. მე ხადავები. ანუ რანაირად? უთხარი რომ პრობლემაა, იყავი თავდაჯერებული და შემოგიშვევენ. ეთქობა რაღაცა პროგრამამ გაჭედა ან რაღაცა. ეხლა შემდეგი გაჩერება რა არის? ჩავიდე სამბადრომზე და ვისეგო ნამდვილი ჩაჩა. ჩაჩა კი არა, სამბა ბიჭო. მეც უკვე ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს. შესაბამისად რიოს კარნავალზე მოხვედრა და სამბას სამშობლოში ლაივში ამ შოუების ყურება ჩემი თინეიჯერობის ოცნება იყო. ყველაზე ბედნიერი და მადლიერი ვარ აქ რა ვარ და ჩემი თინეიჯერი ბაბის ოცნებებს და მიხრენა იქ. ეს იყო უბრალოდ
სოდეს დამავიწყდება ეს დღე, ეს ემოციები, ეს კარნავალი. აი არ მინდოდა რომ წამოსულიყავი, უბრალოდ წამოსulis დრო არის. ანუ ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დაიკავებს გულში უდიდეს ადგილს ეს დღე და ეს გამოცდილება.